მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღეს ჩვენ ისეთი მუსიკალური დესანტი გვყავს პირდაპირ ეთერში. ზოგჯერ უნდა მოინდომა, ბოლოში აგიხდება, ხო, თუ არ ვცდები. საღამო მშვიდობისა. ზუმბა. არ ვცდები მამუკა საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდი, დაგვაფასე და თან წამოიღე, რა არის, მთელი არსენალი, ხო? მე ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მინდა მიულოცო ულამაზეს დღესასწაული ქრისტიანს და ჭეშმარიტ. ბრავოს დაესწარით. ბრავოს დაესწარით შენს და დავიწყოთ ახლა ფაქტობრივად საუბარი ჩვენ დღეს ისეთი პატარა მასტერკლასივით გამოგვივა, იმიტომ რომ იმედია გაგვაცნობ თუ რა სასულე ინსტრუმენტები წამოიღე, მათზე შენ შეასრულებ, ხო, კომპოზიციებს და ველოდებით კიდევ მაგდას. მაგდა ჯგუფ ზუმბას, ასე ვთქვათ, უცვლელი წევრი გახლავთ, ერთ-ერთი მთელი ბიორითმი და რა თქმა უნდა მთელი რითმული სამყარო მის ხელთ არის, ცოტა აგვიანებს. საპატიო მიზეზების გამო. ჩემო ზადა. რაც შეეხება ხა კოლექციას, ხო? რაც შეეხება კოლექციას, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ისე ნელ-ნელა, step by step, ანუ ფერდა. რა ხდება იცი მამუკა, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ რა. ეხლა ეს ყველაფერი მე როგორც ასეთი არ მიძებნია და ესე სპეციალურად არ მიგროვებია. თვითონ მოდიოდნენ ხოლმე ჩემ ცხოვრებაში. ჩემი დაკარგული ფლეიტა ჩვენთან მოვიდა, თუ გახსოვს. ხო და ესეთი ისა მაქვს, ღვთისწყალობა მაქვს და ბედი მაქვს, რომ ინსტრუმენტები, რომლებსაც დაკვრა უნდათ, მაკითხავენ ხოლმე სხვადასხვა გზებით. ხან ვიღაცას მოაქვს, ხან პოულობ. აი მაგალითად, აი ეს ინსტრუმენტი თუ გამოიცნობ რა არის, აბა რა მასალაა. ეს არის, ნუ ეხლა მე კი გამოვიცნობ, ეს ასე ვთქვათ რაღაც შენ კი გამოვიცნობ, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავიგეთ ეხლა. ეს არის ჩალიზღერი. ჩალიზღერი და ერთი კაი ისტორიას მოგიყვები. 3 წლის წინ საქართველოში, როდესაც დაუბრუნდი და იმის მერე აღარ წავსულო არასად. ქუჩაში რომ გავიარე, ქალაქის ქუჩაში, ერთი მოხუცი კაცი დავინახე და აი ესეთები ბევრი ეჭირა ხელში. ხო. აი ეს ეჭირა ხელში და რაღაცა ხმამესმოდა უცნაური ხმა რა. აი ეგეთი და მიიქცია ყურადღება, ხო იცი სამშობლოს მონატრებული რაღაცა ესეთი ხმა რომ მოგესმება რა, შენეული. ეს აქ ხდებოდა. აქ თბილისში. სხვადასხვის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხო და მივედი და ძია კაცო, რას ყიდი მეთქი რა არის და ფოლკლორი შვილო ათშაურათო. ფოლკლორი ათშაურა. ხო და ეს არის ტვირი, ჩალიზღეროა ეს რა. ჩალიზღერისგან გაკეთებული ტვირი. რომელიც არის ალბათ არქაული ისეთი ყველაზე ნატურალური ქართული ინსტრუმენტი და არა მარტო ქართული. წყობა არა აქვს რა თქმა უნდა ამას თავისი, მაგრამ ნუ ხა თუ ძალიან მოინდომებს, წყობასაც გავუკეთებ. როგორც წეგან იმის თავით რო უკრავდით, კლარნეტის თავით. არა, მაგას დაუბრუნდები. იგივე მომენტია. საინტერესო ინსტრუმენტია კი. ცოტა სევდიანი ის არის, ხო? ცოტა აზიური. ცოტა აზიური. ხო, აი ეს არის ჩალიზღერი. მეორეც ქვია ფოლკლორი ათშაურათ. ფოლკლორი ათშაურათ. მეორეც ალბათ ათშაური ღირს და იგივე ტონალობაშია თუ? არა, მეორე უფრო ისეთია რა, არ გაამართლა, ხო იცი, კახელები რა იდგან, არ გაამართლა, არა აქ ხმა რა. გამოდგომაზეა, ხო? გამოდგომაზეა, იმიტომ რომ ეს ისეთი სუსტი ის არის ჩალიზღერი, რომ ხო, შეიძლება აი ეს არ უკრავს. აი რა მაინტერესებს იცი, ახლა ჩვენ გადაცემას ბევრი ახალგაზრდაც უყურებს, განსაკუთრებით ბავშვებიც და დარწმუნებული ვარ ზოგიერთ მათგანს ისევე ალბათ როგორც შენ თავის დროზე, ხო? საიდანღაც მოდის ეს ინფორმაცია, ან ტელევიზორში უნდა ნახო, ან სახში უნდა მოისმინო სიტყვაზე, ვიღაცა გიზიარებს, ეს ნათესავი იქნება თუ სტუმარი თუ დაპაიჟებული, ასე ვთქვათ, მუსიკანტები. და მე მგონი დასამზადებლად არის ძალიან იოლი. აი მე მახსოვს ჩვენ ყვახის იმისგანაც ვაკეთებდით, აი ნედლი სანამ არის ხო, ყვახის ასე ვთქვათ ღერო. იმისგანაც არაჩვეულებრივი არის ესეთი ბალიათი შაური თუ რა ქვია, ფოლკლორია. ფოლკლორი ათშაურა. შაურად გამ. ყვახი ხო და საერთოდ გოგრისგან კეთდება ძალიან კარგი დასარტყამი ინსტრუმენტიც. ხო. რომელსაც ისეთი უცნაური ჟღერადობა აქვს, ახლა აქ ამ წუთას არ არის, თან არ წამომიღია, სტუდიაში გვაქვს ის და როგორი უცნაური რამეა, იცი, წააგავს ტემბრით აი თიხის ინდური ინსტრუმენტს. ხო. მაგრამ ეწყობა რომ ეს თიხა არ არის, გესმის და ეს ყრუბგერა აქ დომ, აი ეგეთი. ხო, ეგეთი აქვს და მაღალი სიხშირეებით მუცელზე როცა უკრავ, კარგია.
მაგ გამოყენებული გვაქვს ნიაზის დიასამიძის ალბომში გზა თუ გახსოვს იქ. კი. სხვადასხვა მე მაგ ზუსტად ესეთი კვახისგან გაკეთებული აფრიკული ინსტრუმენტი, აი ესე დიდი კვახი დევს, შიგნით ასხია წყალი და ნუ რიტმს უკრავს, რა თქმა უნდა, თვითონ კვახის ფირფიტაზე და წყლითაც გარკვეულ რიტმში მოყვება, მაგრამ ყველაზე საინტერესოა კიდე კვახი ხო ორ ნაწილად, ნუ რომ მოჭრი, ქუდი, ასე ვთქვათ, უფრო პატარაა და ეს ქუდი ხელში უკავია და აი რაღაც სასაუბრ ბგერებს გამოსცემს, აი წყალთან შეხებისას. ასე რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი მასალა გამოიყენო იმისათვის, რომ ინსტრუმენტის შექმნა. მუსიკა არის ყველგან და ყველაფერში, რაც კი ბგერას გამოსცემს, ფაქტობრივად საკუთარი სხეულიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი ბუნებრივი სხეულით, ხო? აი ყველაფერშია ბგერა და თუ კი სადმე ბგერა, იქაც მუსიკაც არის რა. ანუ ჩარჩოები ამ ყველაფერს არ აქვს და გააჩნია ვინ როგორ და რა გზით მოგაწვდის ამას და რა ფორმით მოგაწვდის რა. აი ახლა დანარჩენი ინსტრუმენტები რაც არის, აქედან ნუ ბევრი ქართული, ბევრი არაქართული. ისეთ უცნაურ ინსტრუმენტზე ვთქვათ, ერთი-ორი სიტყვა. მე მინდოდა ეს ცოტა მეერეც ასე ვთქვათ. არ დაუკრავ ჯერ. ჯერ. უბრალოდ ისტორიას მოგიყვები. ეს კრაკოვში რო ცხოვრობდი, ხო? ეს არის ფირმა ჰონერის ინსტრუმენტი, რომელიც არატრადიციული და არა დიდი ტირაჟით არ გამოსულა. იყო საცდელი გამოშვება რა. ბავშვებისთვის გააკეთეს, რომ ამას რო ისწავლე, მე გადახვალ დიდ კლარნეტს. როცა ბავშვი ხარ და გემოვნება რომ ჩამოგიყალიბდეს, მაგრამ რა მოხდა იცი რომ პოლონეთში შემოვიდა და მუსიკალური მაღაზიის გვერდზე ვცხოვრობდი მე. და სულ იყო ერთი კვირა იქ რაც იდო რა. იმის მერე ხო გერმანიაშიც დავაბარე ხალხს და ჰონერის ფირმისთვის არ მიმართავს, მაგრამ აღარ არის გაქრა. ის ერთს არის შენეყიდა. ეს ერთი მე ვიყიდე და მეორე ჩემს მამიდაშვილს აქვს კრაკოვში. ხო და როგორი უცნაური რაღაცა იცი, რამდენი ხანი ხა ემიგრაციაში რო ხარ და ეს ქართული ჟღერადობა რო გენატრება და რაღაცა რო დაუკარი, ხო? გაქართულდა რა ჩემ ხელში, იმიტომ რომ მანამდე მე ჩასაბერი ინსტრუმენტებზე არასდროს არ დამიკრია და ეს ფაქტობრივად პირველი ინსტრუმენტი იყო, როდესაც მე ჩასაბერების დაკვრა ვისწავლე. და ვისწავლე რის გამო, იცი რომ ნოსტალგიამ და მონატრებამ თავის იქნა და აქაურობა რო გენატრება და ერთ-ერთი ისეთი იყო ცხვირიანი ინსტრუმენტი, რომელიც დუდუკის ხმას წააგავს. პირველი რო ჩაუბერე ისე სხვადასხვა რაღაც აი კლარნეტს რო წააგავს, აი ეს მოდულაციები კიდე რაღაც ებრაული ჟღერადობაც აქვს. ხო. ეს არის ფაქტიურად ჩაჭრილი კლარნეტი, ანუ აქვს ორი ოქტავაც არა ამ ინსტრუმენტს და კუჩუნად რომ თქვა ამბრეზია რა. კლარნეტის ამბრეზია. ამბრეზია. ანუ ჯიბის კლარნეტი. ხო. მე ვიცი რაღაცა ის მუშტური დაკვრაც იცი, ხო თუ რა ქვია იმას? ხო, ეს სხვათა შორის ამაში უნდა ვიმეცადინო, იმიტომ რომ ზართული დასაკრავია და გამოდგება აბსურდული და სურეალისტური ჟანრის და კინოს რომელიც მრავლად არის ახლა ჩვენ შოუ ბიზნესში. რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით მიუძღვნი მე მათ ამას. კი, აბა ხო, რა თქმა უნდა. აბა რა ეს ხო არა დაკარგავს აბსურდის ხარ. ხო, მე დაგიწყებენ ახლა ტონალობას ვერ ამხვრევს და რა. სპეციალურად ეგეთი მეთოდია, რომ აქ ტონალობა არაფერს ვერ შეერა. და ისე რა კი ეს შენი პირველი ინსტრუმენტი იყო, მე აი სიტყვაზე მასწავლებელთან სუნთქვის გაკვეთილები რაღაცები თუ შენით ასე ვთქვათ როგორც რა არის ცი აი პრინციპი მაგალითად, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის აი ეს სასულე ინსტრუმენტი. არა, იმდენად მონატრებული ვიყავი, რომ ეს გზები ჩემით ვიპოვე და მანამდე ხო ერთი რამოდენიმე ლექცია როგორც ასეთი გაკვეთილი სახით ჰქონდა ჩვენს ქართველ მედუდუკეებთან. ხო. მაგრამ მე დუდუკის დაკვრას ახლა სცენაზე ჯერ არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი რაღაცა, ეს მარტო ინსტრუმენტი არ არის. ეს არის ცხოვრების წესი და ეს არის ისეთი მდგომარეობა და გარკვეულწილად რაღაცა მედიტაციური ფორმაც არის და აქ არის ბგერის მომენტი. აქ ტექნიკა შეიძლება ისწავლო, მაგრამ ბგერა არ ქონდეს და ჩემთვის უკრავ ხოლმე სახში ახლა სცენაზე მე დუდუკზე არ უკრავ. მაგრამ ერთი რაღაცა
და ერთი რაღაცაზე დავფიქრდი და მაგარი ისეთი რამე მომცა, იცი რომ როდესაც აი ცუდად რო ვიყავი დაუშვათ ან გასიებული ვიყავი ან ფილტვების წმინდა მედიცინური თვალსაზრისით კი არაჩვეულებრივი რომ დამიკრავს დუდუგზე მაქსიმუმ 3 დღეში გაუვლია ყველაფერს რა ასე რომ უსაქმურად ყოფნას და ქუჩაში ყოფნას და მზესუმზირის ფურთხებას და საკუთარი დედის გინებას ჯობია დუდუგზე დახლა არაჩვეულებრივი მეთოდია შვენიერი მეთოდია კი სულსაც წმინდავს და ხორცსაც ასე რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ გვაქვს პირველი სიუჟეტი, სადაც მიმოხილული იქნება ზუმბას, ასე ვთქვათ, ბიოგრაფია. მე კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მასტერ-კლასი, პრინციპში მასტერ-კლასი გელოდება ზუმბასთან. მაგდასაც ველოდებით ჩვენ. ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა. დაიბადა 1973 წლის 29 დეკემბერს. პირველი გიტარა მან 13 წლის ასაკში მიიღო საჩუქრად, რამაც განაპირობა ის, რომ ზაზა 2 წლის განმავლობაში გიტარის სკოლაში დადიოდა და სწავლობდა დღეს უკვე კარგად ნაცნობ ინსტრუმენტზე დაკვრას. 1991 წელს ზაზამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც ფსიქოანალიზის გარდა ქართული ხალხური სიმღერების ანალიზი და შესრულებაც ისწავლა. ამაში დიდი დამსახურება მის ლოტბარს გივი ცომაიას მიუძღვის. ცოდნის კერად წოდებულმა უნივერსიტეტმა ზაზას თანამედროვე მუსიკასთან შეხების საშუალებაც მისცა. მას კულტურის სახლი და არც ისე მწირი აპარატურა დაუთმეს. 1991 წლიდან ზაზა ჯგუფის ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა 1993 წლამდე ჯგუფის სახელწოდებისა და წევრების დასტაბილურება არ მოხერხდა. 93 წელს კი ჯგუფს ზუმბა დაერქვა. ამ პერიოდში ზუმბა კონცერტებს ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მართავდა. 1994 წელს ზუმბა ხმელთაშუა ზღვაზე გაემგზავრა და 1 წლის განმავლობაში სანაპიროზე მართავდა კონცერტებს. თბილისში დაბრუნებულმა ზაზამ თავისი პირველი ალბომი მე ველოდები განთიაც გამოუშვა. ეს 1995 წელს მოხდა. 1996 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო 2 ფესტივალში: ხელები და მარგარიტა. ამის შემდეგ ზაზას ისევ აეშალა მოგზაურობის საღერღელი და თავის თანაჯგუფელთან, გიორგი ბეჟუაშვილთან ერთად კრაკოვში ჩავიდა. ამ ქალაქში ზაზას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთ-ერთ ქუჩის ფესტივალზე მან თავისი მომავალი მეუღლე მაგდა გაიცნო. 1997 წელს მაგდამ და ზაზამ კრაკოვის ჯაზ აკადემიაში ჩააბარეს. პოლონეთში ცხოვრების პერიოდში ზაზამ თავისი მეორე ალბომით ჩაწერა, Project Unions. ეს ალბომი პოლონურ ენაზეა და მას ნაკლებად იცნობს ჩვენი მსმენელი. მეუღლის სამშობლოდან საკუთარ სამშობლოში ზაზა რომანტიული მიზეზით დაბრუნდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საკუთარი კლასელის ნიაზ დიასამიძის ალბომმა იჩქარე ნელა. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ზუმბა 3 დღეში თბილისში აღმოჩნდა. ამის შემდეგ მუსიკოსმა კლასელებმა ერთობლივად ჩაწერეს ალბომები გზა და ევრორემონტი. ამჟამად ზაზა ახალ პროექტზე მუშაობს. ის ხალხური მუსიკის ფესტივალის მოწყობას გეგმავს, რომელსაც სავარაუდოდ თანამედროვე ხელოვნება ფოლკლორისთვის ერქმევა. ფესტივალის მიზანი არა კლასიკური შედევრების, არამედ ოჯახური ფოლკლორის ჩვენებაა. ნიაზი და ზაზა ამ ფესტივალის დაარქივებას და დისკად გამოცემასაც გეგმავენ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ეხლა რა თქმა უნდა, აი ძალიან ისეთი პროფესიონალური შეკითხვა, უпроსტად პროფესიონალურ საკითხზე, კრაკოვის მუსიკალურმა აკადემიამ, აი რა მოგცა იმ პერიოდში. ძალიან საინტერესო შეკითხვაა, მამუკა. ვეცი ვარ გაცლიან ხოლმე და რა თქმა უნდა. რა მომცა და იცი რა, მარტო კრაკოვის აკადემიამ კი არა, თვითონ ამ მოგზაურობებმა და ძიებამ, ხო? მოიტანა ის მუსიკა, რომელი მუსიკას დღეს ჩვენგან გადმოედინება, ასე ვთქვათ. სწავლა შეიძლება ყველაფრისგან. ყველაფერი შეიძლება იყოს შენი მასწავლებელი, ანუ საგანით, ცხოველით, მცენარეთ, ადამიანის და ასე შემდეგ. შენ თუ ამისკენ მისწრაფება გაქვს და იღებ ამ ყველაფერს სამყაროსთან. ხო და კერძოდ ამ ჯაზის აკადემიამ მომცა ის, რომ ურთიერთობები სხვადასხვა კულტურის მუსიკოსებთან, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან და სხვადასხვა ჟანრებთან მუსიკალურთან. მაგრამ გარკვეულ მომენტში მივედი იმ დასკვნამდე, რომ აღარ ვითარდება ეს ჩემი იქ ყოფნა.
ანუ მუსიკალურად აღარ ვითარდება და უკვე კონფლიქტები მქონდა შინაგანი ჩემ თავთან, რომ აი დავუშვათ როგორი ტიპის კონფლიქტები იცი, რომ ერთად ხო ვიჯექით იქ მოსწავლეები და ვისხედით და უკრავდით ხო რაღაც გარკვეულ ჯაზურ სტანდარტს, ხო რაღაცას, რომ სწავლობდით თემას და მე ყოველთვის მიყვარდა ახლა ის ხალხი, ვინც ეს საერთოდ სალაპარაკო ენა ჯაზი შექმნა, ხო, ყველას ვაფასებ და ვიხრი მოწიწებით თავს მათ წინაშე და მიყვარს. როგორც გარკვეული კატეგორიების ახალი გზების, ხო, ახალი გზების მომცემი ხალხი ჩვენთვის, ხო? მაგრამ აი ამის იქით უკვე ცუდი რაღაცები ხდება. ანუ ეს ყალიბდება სკოლა, რომელიც სკოლა ჩვენ გამზადებულ ფორმულებს გაწვდის და დაუშვათ პეტმეტენი აი ამ ფრაზას როგორ დაუკრავდა აი აქ. გესმის? ესეთი მომენტია და ეს უკვე მათემატიკის მსგავსი იყო უფრო ვიდრე მუსიკალური განვითარების და სხვაგან რო გადაუხვევდი, ანუ ქართულად როცა დაუკრავდი იმპროვიზაციას, ხო? აი ამ ტაქტს რო ჩავტეხავდი, ხო? მას ჩემი ლექტორი ყოველთვის ეშხუბებოდა, რომ აი ეს სვინგი არ არის, იცი? და მაგეთ არ წახვიდე. რატო არ წავიდე? არ მეინტერესებს. სვინგი 30-იანი წლები იყო და ეხლა უკვე სხვა ეპოქაა, რა თქმა უნდა. ხო, არა, ეპოქაზეც არ არის, აი ეს მიდგომა ევროპაში, ხო? ჯაზ სკოლების მიდგომა უმეტესობას ეგრე აქვს, გესმის, რომ ეს ფორმულებად აქვს გამზადებული და ამ აკადემიას რო ადამიანი დაამთავრებს, პერსპექტივა აქვს ის, რომ ჯაზ კლუბში სამუშაო გქონდეს, გესმის? და კმაყოფილდება ამითი, რომ მივა, კვირაში 3 დღე იმუშავებს, გადაუხდიან ხელფას და წავა. ანუ ეს ჯემ სეიშენებიც იყო როგორი ტრაფარეტული, იცი, რომ რა ვიდოდი სცენაზე და რამე დაუკრათ ბიჭებო, მეთქი ჩვენი აი მე მოვდივარ საქართველოსდან ბევრი რაღაცა მაქვს მოსაყოლი. შენ ბულგარელი ხარ დაუშვათ, შენ ამერიკელი ხარ, შენ პოლონელი ხარ, ხო? თქვენი მოყევით მეთქი რაღაცა. ძალიან იშვიათად ვაწყდებოდი ისეთ ხალხს, რომელსაც თავისი ამბიცია ჰქონდა, კაი გაგებით რა. ანუ თავისი ისტორიის მოყოლა შეეძლო რა და დანარჩენები იყვნენ როგორ იცი, აი რო ეტყოდი რომ რამე იმპროვიზაცია დაუკრათ. რა დაუკრათ, ფიქრობენ და მოდი დაუკრათ Summer Time. ეხა იცი რა არის? ეს იმხელა შოკია, უბრალოდ რომ Summer Time იმ ხელა ხალხმა და იმდენმა დაუკრა ეს თემა, ხო? იმდენნაირად დაუკრა, რომ ამისი გამეორება და შენეული ვერსია აღარ არის საინტერესო და შენი უნდა გააკეთო. თუ პრეტენზია გაქვს რაღაცის შემოქმედებაზე და შექმნაზე გესმის. აი ეს მასწავლა მე კრაკოვის ჯაზ აკადემიამ და დიდი მადლობა ამ ხალხს, რომ აი სხვათაშორის მე თუ ჩემი თავი ვიპოვე მუსიკაში, მაგათი დამსახურება გარკვეულ წილად რა. ჩვენ დაუბრუნდებით თემას, რასაც ქვია მოგზაურობა, რასაც ქვია underground-ი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სივრცეებია, სადაც არა მარტო იქმნება მუსიკა, არამედ სადაც შენ თვითონ გესმის, ხო, იმ საუნდიდან, რაც ირგვლივ არის, შენ კრებ. მაგრამ ამჯერად მაინც მაინტერესებს, აი დაახლოებით ქართულად როგორ ჟღერს, ну, ჯაზი, მაგალითად, გიტარაზე. თუ გააქვს რაიმე რა იცი ვარიანტი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი, რომ არ ვიცი, შეიძლება ჩემი პირადი მომენტიც არის მიდგომა, ჩემი პირადი მიდგომა ამ ყველაფერთან ის, რომ ჩემი მინდა დაუკრა რა ყოველთვის და ხო. მინდა თუ არ მინდა, ხო? ამ მუსიკას მაინც ისეთი ფორმა აქვს, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ვცხოვრობ. ხა უზომოდ მიყვარს ფოლკლორი, ხო? ქართული ფოლკლორი, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომო მამუკა, მაინც ვერ მიმღერებ ისე, როგორც ჩემი წინაპრები მღეროდნენ, იმიტომ რომ სულ სხვა მოტივები გამაჩნია, სულ სხვა აზრები მაქვს, სულ სხვა დროში ვცხოვრობ. მეტუმეტ ეს ფოლკლორიც იცვლება. ფოლკლორიც იცვლება და უბრალოდ რა არის, იცი რომ თავარია რომ ეს ფორმა, ეს ჯილდო და ეს საგანძური, ხო, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ხო? არ გაწვდეს და მუზეუმად არ იქცეს რა. ამის ძალიან მეშინია ამისი და იმიტომ რომ აი მე მაქვს 100 წლის წინანდელი ჩანაწერები ქართული ფოლკლორის, სადაც აი ну ეხა ისეთ რამეს გეტყვით, აი მრავალჟამიერ სრულდება დოლების თანხლებით. თან დოლები არის აი ისეთი რა ქვია, ეხა ხორმი არა, უფრო აი ოდნავ სპარსულსაც გავს რაღაც ძალიან ისეთი დოლებით და ეს ატონალური და არ სასწაული ხდება. ну ესე ასრულებდნენ ყოველ შემთხვევაში გარკვეული გუნდები, ასე რომ ეგ არ არსებობს რაღაც ისეთი ფაბულები, რომ გინდა ასე იყოს ან ისე იყოს. ხალხს ისე ემღერებოდა, ისე ემღეროდნენ, როგორც ემღერებოდა. რა თქმა უნდა. და ეს რატო თქვი, იცი, რომ წეგან სიუჟეტში ნია სვახსენეთ, რომ ფესტივალის მომზადება გვინდა და ამ ფესტივალის ყველაზე მთავარი მიზანი ის არის, რომ დავიაროთ ეს ოჯახები. ხო. თითქმის ყველა რეგიონში თვენახევარი გვაქვს სულ დრო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოვასწრებთ და ნახოთ ოჯახები, სადაც თაობები კიდე აგრძელებენ ამას. ანუ
უფროსი თაობიდან უმცროსებს გადაეცემა და 3-4 თაობა დღესაც ერთად მღერის, გესმის და მღერის თავის სიმღერებს. ანუ თავის ორიგინალური ფორმაც ექნება იმას ისეთი რამე ექნება რომ შეიძლება მოსმენილიც არ გქონდეს ჩვენ და ანუ ეს არ შედის იმ არქივში რომელი არქივიც ჩვენმა ულამაზესმა ხალხმა ჰამლეტ გონაშვილმა და მისმა მეგობრებმა და ძალიან ბევრმა კიდე დააფიქსირა როგორც სკოლა და დღეს ფოლკლორი გვაქვს და მადლობა მათ და დიდება მათ სულებს რომ ეს შემოვინახეთ და გვაქვს როგორც აკადემია გესმის მაგრამ ამ ფესტივალის მიზანი ის არის რომ ეს ოჯახები სადაც ცოცხლად მიდის ეს სიმღერა რა იყო ხო სიცოცხლის და ქართველი კაცის ცხოვრების ყოველდღიური შემავალი ნაწილი იყო ანუ უჭირდა მღეროდა უხაროდა მღეროდა კაცი დაიბადებოდა მღეროდა მოკვდებოდა მღეროდა შრომობდა მღეროდა და დღეს სიმღერას გაუქრა ეს ფუნქცია ხო და ძალიან მიჭირს და ღმერთმა ქნას რომ ესეთი ბევრი ოჯახები მოუძებნოთ დიახ და 1 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაკეთდება ეს ფესტივალი. არა, არაჩვეულებრივია, მეცაც გეტყვი, აი ერთი პრეცედენტი როგორც კი მოხდება მსგავსი ფესტივალის, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი არაჩვეულებრივი, მართლაც არაჩვეულებრივი ოჯახები არიან. მეც მიწევს ახლა ქალაქიდან გარეთ გასვლა და მაგ რაღაც პატარა ესე ჩამწერი სტუდია, ეს ჯიბეში ეტევა და სულ წერ, აი მცხეთაში ზის მაგალითად სვეტიცხოვლის გალავნის წინ მცხეთელი მოსე, აი არაჩვეულებრივად მღერის. ძალიან ლამაზად მღერის. და ეს ნამდვილად ეს მარგალიტებია, რომლებიც აი სამწუხაროდ აი ესე მოფენილია და არც არა ასე რომ მე ისი მეშინია იცი ყველაზე ძალიან რომ ასეთ ხალხს ვიპოვით. დიახ. მაგრამ აი როგორ მიუდგე, როგორ მოვეფერო, როგორ ჩამოვიყვანო, გესმის? შეიძლება ისე ქონდეთ გამქრალი იმათ სურვილი, ხო? რომ ადგილზე შეიძლება გიმღეროს, მაგრამ თბილისში არ წამოხვეს, გესმის? ამის შიშიც მაქვს. აქ უფროსთაობაზეა. დარწმუნებული ვარ რაღაც გარკვეულ ფორმებს გამოძებნით თქვენ. გამოძებნი, იმიტომ რომ ეხლა ამ ხელა საქართველოში რაიონში 2-3 ოჯახი თუ არ მოიძებნა, ხო? კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ და ეს ფაქტშორის არა მარტო სოფლებში აი შეგიძლია დაიაროთ ქუჩები განსაკუთრებით მეტროს სადგურებზე აი ცოტა ცენტრიდან მოშორებით ხანდახან დგანან მე არც ვიცი ხა დაძმანი არიან თუ დედაშვილი ისე არაჩვეულებრივ ფანდურზე ისეთ არაჩვეულებრივ კომპოზიციებს ხო აი არაჩვეულებრივ თან ძალიან აი ლაღად ნამდვილად სუფთად ასრულებენ ჩემთვის მაგალითად არაჩვეულებრივ აი ეს ფორმებზე გვაქვს საუბარი და არა დიახ არა რაღაც ისეთო ტაქსების ხო მუსიკალურ ფორმებზე დაუშვათ აი გიტარა რამდენად ესადაგება ქართულ სიმღერას იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სიმებიანი ჩონგური ფანდური კიდევ სხვა ინსტრუმენტები და გიტარისგან განსხვავებით მაინც ქართულ ინსტრუმენტებს სიმებიან ინსტრუმენტებს გაცილებით უფრო რბილი ჟღერადობა აქვს ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე მეჩვენება და შემსრულებელს გააჩნია. ანუ როგორც მიუდგები ინსტრუმენტს, ისე გაგცემს პასუხს, ისე დაუკრავს და რამდენადაც დახვეწილი გაქვს გემოვნება და რამდენადაც მიზანმიმართულად მიდიხარ მაგეთკენ, ხო? იმდენად შენ მუსიკას უკრავ. ანუ ამ რაღაცებს იშორებ, რომელიც გამძიმებს და წინარგიშვებს და პოულობ შენ გზას. ეს ჩვეულებრივი კლასიკური გზა არის, რომელიც ყველა შემოქმედმა ადამიანმა უნდა გაიაროს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ რამეს ქმნის საერთოდ. ხა ვისაც პრეტენზია არ აქვს, იმ ხალხმა თავის თავს მიხედავენ და კარგადაც ხედავენ ალბათ. კარგადაც. პრობლემა არ არის არანაირი, მაგრამ ვისაც პრეტენზია აქვს რამის შექმნაზე ალბათ, ხო? ჯერ თავის თავში უნდა იპოვოს რა უნდა. და მერე იპოვოს ის ფორმა, როგორ მიიტანოს მსმენელამდე, თუ ამის მიტანა უნდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრია ისეთი ნიჭიერები, რომლებიც სახში ზიან და გარეთ ვერ გამოატანინებ ამ შემოქმედებას და ხა ნიჭს განუხორციელებელს მე მგონი არანაირი ძალა არ აქვს ეს ეგოისტურია და ამის ჩახშობას არანაირი აზრი არ აქვს და ღმერთმა რომ ეს ნიჭი მოგცა უნდა გამოიყენა ხო ხო და აკორდებს რაც შეეხება გიტარამ შეიძლება იჟღეროს ქართულადაც სომხურადაც ფრანგულადაც ამერიკულადაც და ასე შემდეგ გააჩნია რა გინდა შენ რო თქვა ამით ერთ სიმღერას გიმღერებ გინდა კაბარეტ შოუ პოლიტიკური ბალეტის საეთერო ფორმატის ახალი
სიმღერა სარეკლამო რგოლებში ნაღეჭი კამფეტი აბსურდის თეატრი ეთნოპოპ ოპერა თვალებში ნაცარი ღვინოში შაქარი უნიჭო უმეცრების მუქილოდები ბიჭების ქნავილი ქალების როხროხი ტყუილი ოხრა და ფუჭი გრძნობები სიზმრებში ტირილი ტირილში სიზმრები მინდვრებში პეპლები პეპლებში მინდვრები ოდელა დელია დელიო დელია რამდენი წელი სიმღერის ქვეყანაში მუზა გაილია კულტურამ შიმშილი ცული დალია შოუ ბიზნესმა ყელი მოიღერა გულმა თუ არ იმღერა რადგინდა სიმღერა სანამ ჯერ არ არის გვიანი თავს არ მივაყენოთ ზიანი დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს დილა გავითენოთ მზიანი ამდენი თუთუნი ამდენი გოდება გვეყოფათ მარა წარსული ცხოვრება მარტო მოგონება არ გვარგებს არ დრომოჭმული წესით ქუჯად ყოფნაში ვნებებს ებრძოდით დრო გიგადიოდა ოიდი პოსებო ჩვენ რაღაც გვერჩოდით საკუთარ დედასთან სექსი თუ გინდოდათ ყველას ნეულებას თავისი წამალი აქვს გულგრილად ყოფნას რა მომავალი აქვს ერთმანეთისთვის არ ვიყოთ სულ ერთი და ერთად შევძლოთ ვიცხოვროთ სიკეთე ხილად იყოს ვინც კი მუცლის მონა ანუ აბრიალებს თვალებს ყველა ბერს თავისი ზომა წონა აქვს სესხებსაც დავალებს ვინ როგორ დარავს უტოვებს მომავალს გამოჩნდება ხვალე საქართველოს სეისმური ზონა და შეირხევა მალე სანამ ჯერ არ არის გვიანი თავს არ მივაყენოთ ზიანი დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს დილა გავითენოთ მზიანი სანამ ჯერ არ არის გვიანი და სანამ ქუჩებს კიდევ გვიან დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს დილას გავითენებთ მზიანს ბრავო აი ესეთი პატარა სიმღერა ქართული რეგე დიდი სიყვარულით ეძღვნება პაისის ყველა იმას ვინც თავის თავზე მიიღებს ამ სიმღერას რა თქმა უნდა აი ხა შენ ხარებს დარბუკა იმიტომ რომ აქ ჩვენ ველოდებით მაგდას თუთიწუძე და მაგდა დაუკრავს ამ ინსტრუმენტზე და იმაზე შენაპირებ თუ როგორ არის საქმე ეს რა არის იცი რაღაც რიტმული მონახაზის გაკეთება მინდოდა მაგდასთან ერთად მაგდასთან და შენთან ერთადაც აგერ ნახე რა კაი ინსტრუმენტი გვაქვს აჰა ხო და მოდი აბა მე და შენ ვსადოთ ერთი რა გამოგვივა შენ მაინც ვერ გავიგებთ მაგას რა გამოვა ეს ის არის ნამდვილი ხარის წყალი ხარის წყალი მიხვდები რომელი ნაწილიდან არის ეს რა ვქნათ იცი უბრალოდ მე და შენ მოვყვეთ ახლა რაღაცა რიტმული ბგერების ჟენით აბა
მე სხვა ინსტრუმენტს ავიღებ.
ეს ფაქტიურად ისეთი ჟანრია რა. რომელიც არ ვიცი, საიდან იწყება, სათავდება და ფაქტიურად აი კინოს ფორმატია, პირდაპირ შეიძლება. არაფერს არ აქვს თურმე მნიშვნელობა. თავარი აქვს შენი განწყობა, როგორ შეგიძლია გამოხატო და იმ საშუალებებით, რაც იმ წუთას ხელს ქვეშ გაგაჩნია, ხო? იქნება ეს ხმა, მუხლი, ხელი, ფეხი, რა ვიცი, თავი, ფინჯანი, ჭიქა. ყველაფერი მუსიკაა რა. გააჩნია მას როგორ გამოვიდა. აი ბავშვებს თუ გაკითხავენ ან მოწეფე უნდა. აი ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან მამუკა და მეკითხებიან, იცით? რა არის შეგაწყვეტინა უკაც რა. არა. მე მესმის შე რა გქონდა მხედველობაში, მაგრამ ფაქტიურად ვინმეს რომ რამე ასწავლა, ხო, ესეც უდიდესი ნიჭია და ამისთვის მზად უნდა იყო და პასუხისმგებლობაა გესმის და მე არ ვფიქრობ რომ რამე ვიცი ისეთი რომ სხვებს ვასწავლო. მე ჯერ არაფერი არ ვიცი რა. ანუ ჯერ თინეიჯერი ვარ და ვსწავლობ ყველაფერს გესმის და აი რო ვისწავლე, მე დავждდეთ მე და შენ და ვიფიქროთ ვის შევასწავლოთ მე ჩვენი ცოდნა ვის გადავცეთ და გამოცდილება ვის გაუზიარო. აი 13 წლის ასაკში რომ მოგცეს გიტარა და ეგრევე გაგიშთა სურვილი. თუ ჯერ სურვილი იყო გიტარა გქონდა თუ ასე თქვა დაბადების დღე იყო და ვიღაცამ გიტარა მოიტანა სახლში. მე როგორ იყო იცი სურვილი ბავშვობიდან მქონდა რაღაცას გძნობდი რომ აი ეს ბგერების სამყარო ისეთი ამოუცნობი რამ არის და ყოველთვის მიტაცებდა გესმის და მუსიკა იყო ყველაზე ლამაზი ფორმა სადაც მე თავს კარგად გძნობდი ანუ იმის მოსმენის დროს და მე რას უსმენდი მაშინ რას უსმენდი არ მახსოვს ერთადერთი მახსოვს რომ ფოლკლორს უსმენდი ხოლმე მთელი გულისყური თუმცა მაინდა-მაინც არ მესმოდა იქ ეს ხმოვანებები როგორ ნაწილდებოდა ამ თეორიული არაფერი წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ვზნობდი რომ ეს ვიბრაცია, რომელიც ხალხურ სიმღერაში მოდის, პირდაპირ აი გულზე მეფინებოდა და მაძლევდა იმ ენერგიას, რომელ ენერგიასაც მაშინ სახელს ვერ ვარქმევდი. ეს ჩანაწერებში ისმენდი თუ სახში? ჩანაწერებში, ტელევიზიით, მაშინ ხშირად იყო ესეთი გადაცემები. განსხვავებით დღევანდელი დღისგან. და ხშირად იყო ესეთი კონცერტებიც, არა მარტო სახში ვისმენდი. ცოცხალი კონცერტები იყო ძალიან ხშირად, დღეობები იყო ხშირად, ისეთი ხალხური დღესასწაულები, სადაც არ აკალდა ეს სიცოცხლე ამ ამბავს და მე რო გავიზარდე, რა თქმა უნდა, კლასიკური გზა გავიარე, ანუ კლასიკური როკი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. ანუ ჩამოთვალო? ვინ? მნიშვნელობა არა. ჩვენ ახლა ფაქტურად ესეთი გზა არის. საუბრობთ იმ ხალხზე, ვინც შტაბ-ბიჭდილება მოახდინა და არა მარტო შტაბ-ბიჭდილება მოახდინა, მანაც თავისებურად ახლა გარკვეულწილად გაგიზიარა კიდევაც ის გარკვეული პასაჟები და ასე შემდეგ, ანუ მუსიკალური ცოდნა მოგცა. ეხლა როგორ სამზღვრავ ისი მაგ ყველაფერს, რომ რახან დაკეტილი იყო ეს საბჭოთა სივრცე, ამ დასავლური კულტურისგან, ხო? ჩაკეტილი იყო ყოველთვის მომეც მოვყევი ახლა, როდესაც გავიზარდე და რაღაც ახლის ძიება მომინდა, ხო? მოვყევი იმ მოძრაობაში, რომელიც მოძრაობაც ამ ჩარჩოებს არ ემორჩილებოდა და რაღაც ახალს ეძებდა გემოვნებაში. მე არ ვიძახი ახლა სოციალურ პროტესტებში და ხო და ესეთი იყო ბიტლზები, ზეპელინი, ფარფლი, პინკ ფლოიდი, ქვინი, ჩემო ბატონო და იმ დროის ჩვენთვის ახლა უკვე პრინციპი ჩვენთვის ახალი იყო და ევროპისთვის უკვე ძველი იყო პრინციპი ჩამორჩენილი ვიყავით დროს, მაგრამ მე მივიღე ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც ვიყავი პატარა. ანუ სკოლას რო ვამთავრებდი და უკვე რო გემოვნება რო გეხვეწება, გესმის? რო ეძებ რაღაცას, რას მოусმინო და ესე განებივრებულები არ ვიყავით ახლა დღევანდელი პოპ, ტექნო ინდუსტრიით თუ რა ქვია, არ ვიცი ამას რა ქვია და არ მესმის ეს ყველაფერი, ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ და რა ვიცი, გავიზარდეთ აი ამ მიმართულებზე, რასაც ერქვა როკი, თავისი ჭეშმარიტი გაგებით და არა ეს არ იყო ჩემთვის მოდა, ეს ყოველთვის იყო
ის მომენტი არ მქონია არასოდეს, მე ტაქსისტები რო დადიოდნენ, მოშვებულები და ყურზე საყურეებით, გესმის? ანუ ეს ყველაფერი სოციალური პროტესტი გადავიდა მე ყოფით რაღაც ისეთ ფორმებში, ხა მე ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ ფუნქცია ხო ამ ყველაფერმა დაკარგა. ანუ რისთვისაც როკი აფეთქდა, ის საქმე გააკეთა, შეიძლება ითქვას, ხო? და დღეს უკვე ესე დაყოფა, ხო, ჟანრების, რა, იქ კლასიკა, იქ ფოლკლორი, იქ როკი. ეს არის სოფლიო კულტურა. როდესაც მუსიკოსი ხარ და პროგრესი გინდა რაღაცაში მიაღწიო და რაღაცა შენი შექმნა, ხო? მარტო იმიტომ უნდა მოусმინო სხვას, რომ გაიგო ის სხვა იქნება გაგინებს კაცო შენ. ხო? რომ ეს მაინც გაიგო, რომ რატო მაგინებს. თუ გეფერება, რატო გეფერება. თუ არა და ხარ, კი არავინ გავალდებულებს, ან ჯაზი გიყვარდეს, ან როკი და ან ელექტრონული მუსიკა, ან რაღაცა. ეს არავისი ის არ არის უფლება, რომ ვიღაცამ დაგაძალოს, მაგრამ როდესაც შენ ვითარდები, ამიტომ არ უნდა ჩაკეტო, ეს მთელი სპექტრი არის დაწყებული ფოლკლორიდან დამთავრებული ექსპერიმენტული თანამედროვე, ასე ვთქვათ, ხშირად გამოყენებული სიტყვა პროექტებით რა, პროექტები. რაც ფაქტიურად ჩვენ ძალიან ბევრი ახალი სიტყვა შემოვიტანეთ ლექსიკონში, ბევრი ახალი მუსიკალური ინფორმაცია შემოვიდა, ну, ზღვა არის ფაქტიურად, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვიტყვი, რომ ასე თუ ისე კი, რა თქმა უნდა, თავისთავად მეც მეძლევა საშუალება, რომ ეთერში მე დავპატიჟო მეტნაკლებად თუ არა და თუ საერთოდ არა საინტერესო მუსიკოსი. ეს ჩემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩემთვის პირადად, როცა გეძლევა ამის საშუალება და მე ამის ძიება არ მიწევს, სადღაც აი იყო ერთი პერიოდი, როცა კარგად გახსოვს, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და აი სიტყვაზე ის მუსიკა, რასაც რისი გაზიარება შენ გინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს გამეშუქებინა და რაღაცნაირად ვახერხებდი ამას, მაგრამ ამას მოყვებოდა რაღაც სასწაული ბერკეტები. სასწაული, ну, აი არ ვიცი, ახლა ამაზე დირექციებდა და რაღაც კრებებს მიტარებდნენ და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი არ გასულიყო. იყო მენტალიტეტის პრობლემა იყო. უფრო აზროვნების პრობლემა. თავისთავად, დრო შეიცვალა, მაგრამ აი ფასეული მაინც არასოდეს არ იცვლება, აი თუნდაც ის, რომ აი დღევანდელი ტიხარი რაც გვექნება ახლა ჩვენ გადაცემაში, ეს არის ჰამლეტ გონაშვილი. აქ ორი აზრი არ არსებობს, აქ მოდაში შემოსული ან მოდიდან გასული, ან ეს სწორად ასრულებს ამ კომპოზიციებს თუ არასწორად. ამაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ სხვადასხვა ეს სასაცილო ისტორია უნდა მოგიყვარ. ინდოეთში ვიყავი და რაღაც, ну, დიდი ჯგუფი ხალხის იყო, ხალხი, ანუ ზოგი ჰიპები, ისინი, ესენი, 1000 ისე. ვიღაცამ გამიცნო მე, ვიღაც ჰოლანდიელი. ну, მოვიდა და მე უნდა შენ ქართველი ხარ, შენზე მითხრას, რომ ქართველი არიო. მეთქი კი, მეთქი და მეც ქართველი ვარ, და ჩამხუდა და დაიწყო ტირილი. ну, გვერდზე ედგა კალი, იმას ვეკითხები, რომ თქვენი რა არის მეთქი ესე, ჩემი მეუღლე არიო და მეთქი მე რამდენადაც ვიცი, ჰოლანდიელია, ხო? და ის მეუბნება, ხო და კი, მაგრამ თან მეუბნება, რომ ქართველია და თან რატო ტირის ბოლოს და ბოლოს გამაგება. ამანო მოისმინა, რომ ქართულიო სიმღერაო. და პირველად ცხოვრებაში, აი, ვერ შეიკავა თავისი ემოციები, კი არაო, საერთოდ პირველად ცხოვრებაში გაუჩნდა ეს ემოციებიო. რასაც მოაქვსო მუსიკაზე, ადრეო, ну, რაღაც ისე ეს იყო ქართული მუსიკა. იმის მერე, აი, დადისო და ყველა გონია, რომ თვითონ გონია, რომ წინა ცხოვრებაში იყო ქართველი. ну, ეხა ასე. მე გამართლებს იმას, რომ ქართველებად კი არ იბადებოდნენო, ქართველებად ხდებოდნენ. აი, პოეტი. აი, გენაცვალე. კეთილდობა დიოსანი, ახლა ჩვენ გვაქვს სოლო შტაბეჭდილება, ბატონი შენ ხარ ჩემი ბატონი, მისი აღმატებულება. ვინც ხარ იმისი არის. და კომპოზიცია უბრალოდ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის შემდეგ შემოგვიერთდება მაგდაც და მაგდა მომკლავს, იმიტომ რომ მის ბარაბანზე უკრავდი ბეჭდი. ძალიან დიდი ბოდიში მაგდა, მაგრამ ესეა. Nimad rom sikhvaruni
ისთვის გული არ გამიღია პირდაპირ ეთერში ვართ, მართალია დასასრულს უახლოვდება პროგრამა, მაგრამ სურს წარმოგიდგინოთ ზუმბას კიდევ ერთი წევრი და რა თქმა უნდა ყველანი კარგად იცნოთ, მაგდა ზაზა კონთელის მეუღლე და რა თქმა უნდა ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრი, იმიტომ რომ მაგდამ თუ აურია ჯგუფში, ანუ დავიღუპეთ მე. მაგრამ მაგდა ამას არ აკეთებს. და თურმე რატომ დააგვიანო მაგდა? ეს ყოფილა ზაზას ბრა. ორიანი ზაზა. ხუთიანი შენ დღეს რაც გააკეთე, მე ორიანი იმაში რომ მაგდამ დააგვიანე. ეს არის საღამოშიგობის სამამუკა. გავარჯობათ. არა, ეს იყო მხოლოდ კავშირების გაურკვევება. ხო, კავშირების გაურკვევება. ხო. აი როგორია საერთოდ იყო მეუღლე აი ესეთი მართლაც რომ არაჩვეულებრივი ადამიანი. ერთით შეგაწყვეტინე. იმდენად ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ხო. რომ დიდი ხანია ჰამლეტ გონაშვილი არ მინახავს ტელეეთერით. ძალიან დიდი ხანია და დიდება მისურს და ყველა იმ ხალხს გაუმარჯოს, ვისაც უყვარს ეს და ვისაც ახსოვს ჰამლეტი არის იმათ ვინც ჩაწერა ეს უყოლა. რა თქმა უნდა, ულამაზესი არქივია და ისეთი რამ არის, რაზეც ჩვენ დღევანდელი აზროვნება უნდა იდგეს და უფრო და უფრო ძლიერდებოდეს და თავები აგზელებდეს ამას. მადლობა მინდა მაესტროს აი ამისთვის, რომ განმაცდევინეთ კიდევ ერთხელ. და თავისთავად პირველ ას ვინც თავის დროზე ეს უყოლა ჩაწერა. რა თქმა უნდა, მაესტროს იმისთვის, რომ დღეს ესე არ ველოდებოდი მე ამას და დიდი მადლობა. მაგდა, აი შენთვის ну ახლა შენ პოლონელი ხარ, დაიბადე, გაიზარდე პოლონეთში, პოლონეთში გაიცანეს არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩამოყევი მას და აი ეს ქართული ჟღერადობა, ქართული ფოლკლორი, იმიტომ რომ შენ ამასთან უშუალო კავშირი გქონდა, ხო? შენ შენებულად ალბათ განიცდი, ხო, თავისთავად. აი რამდენად აი რას გრძნობ, როცა ისმენ ქართულ სიმღერას?
ცეღან გელოდებოდით. ხო. და იქიდან usმენდი, რასაც ლაპარაკობდით და აი ეს ისტორია. ხო. შენ რომ მოხერდი, აბსოლუტურად მე შემიძლია ჩემ თავს შევადარო. ანუ ეს განცდა. მე მომხვება იცი როგორ აი ჩემი ცხოვრების და ჩემი სიყვარულის ისტორიას მოხვება თან. ანუ ეს არის გაუნყოფელი ნაწილი. ეს რამ შეაქმნევინა, ასე ვთქვათ, ხო? ქართველებს ასეთი მუსიკა ალბათ ესეც ეგრე არის, ალბათ ესეთი სიყვარული შეუძლიათ და ესეთი მუსიკის წერა შეუძლიათ და კაი ადგილას მოვხდი, იცი რომ როგორც აღნიშნა. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი ადგილას მოვხდი. ეს არის მე ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. ეს ჩემ გულთან ახლოს უბრალოდ ახლოს კი არა და იქ არის სადაც ალბათ იმისი ადგილია, იცი? და აი აბსოლუტურად მჯერა შენი სიტყვების, არა მარტო მე, ხან ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტელემაყურებლებს და რატომ? იმიტომ რომ შენ აი ძალიან მოკლე ხანში ქართული ისე ისწავლე, რომ აი სიმართლეს გეტყვი, ბევრ ქართველს ნამდვილად უნდა შეშურდეს ყოველ შემთხვევაში ძალიან გამართულად, სწორად, ლამაზად და ლაზათიანად და დაშფოშიანად, ну კიდე რა ვთქვა, რა ვთქვა. მე ვერაფერს ვერ ვთქვი გიტარა, რა უნდა შევისწავლო? რა ვიცი, აბა ერთი განწყობა გამიჩნდა. აბა, მინდა რომ ეს გადმოგცეთ. და სანამ ზაზა დაუგრავს კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდოდა, საერთოდ შენ რომ დაიწყე ენაზე საუბარი. ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა, რომ მე დავიწყე ენის სწავლას სიმღერებით. ხო. ანუ სანამ საქართველოში მოვხდი, სანამ საქართველოში მოხდებოდი, სანამ ზაზა მასმენინებდა, ჩანაწერებს. მათ შორის ზუსტად აი ამ სიმღერას. ეს არის ერთ-ერთი აი რო გახსენდება, ხო, როგორ გაიცანი ეს ადამიანი. და ზუსტად აი ამ ისტორიას მოყვება ეს მუსიკა და ეს სიტყვებით ავისწავლად. მე იქიდან ვისწავლე ქართული. ხედავ შენ. დიდი მისიონერი კაცი ყოფილ ხარ შენ ჩემო ზადა. იმ კომპოზიციას ქვია ღიღინი.
ეს რაიმეში ნარეპეტიციები იყო თუ სპონტანური? ეს კომპოზიცია. კაიხნის კომპოზიცია უკვე რაღაც თავისი ისტორიაც. ხო, თავისი ისტორიაც აქვს. მე მგონი პოლონეთში დაიწერა თუ კარგად მახსოვს. საერთოდ პოლონეთში ძალიან ბევრი კარგი რაღაცები მოხდა, ესეთი, რომელსაც ვისთვისაც ღმერთს უმადლი და მიხარია, რომ ესე მოხდა. ის მუსიკა, რაც დღეს ჩვენგან გადმოდის და იკვრება, ხო? ფაქტიურად პოლონეთმა ჩამოაყალიბა რა. როგორც გინდა ისე გაიგე. ანუ რა მოხდა, იცი? კონკრეტულად ისეთი საკითხი დააგვისვა პოლონეთში ცხოვრებამ, რომ ან უნდა გვეგრძნო ვინ ვართ და მიგვეცა ის იმ ხალხისთვის რა კულტურის შვილებიც ვართ, ან არა და იქ ჩვენი მუსიკალურობა არავის არ აინტერესებდა, იმიტომ რომ იმდენად სავსეა ინფორმაციულად ნებისმიერი ჟანრი. ხო და ანუ ეს სტიმული იყო, იცი რომ მარტო ამიტომაც ვახასებ პოლონელებს, რომ ყოველგვარი ეროვნული იდეა უყვართ და ამის დაფასება იციან და ამის პატივისცემა იციან და ამ გლობალიზაციის პირობებში ფაქტიურად როდესაც ბევრი კულტურა შეიჭამა, ხო პოლონური კულტურა ფეხზე დგას, ესმის და სხვა კულტურის ხარდაჭერასაც ახორციელებს და ეს მე ჩემ თავზე განვიცადე რომ პირადად ითქვა ესე რომ სვენელისგან გზნობდი გესმის რომ დაუყარით თქვენი ვინ ხართ რა ხართ გვანახეთ და შეგიყვარეთ და თქვენთან ვიქნებით და აი იმის მერე საბოლოო წერტილი იყო ჩემ ცხოვრებაში ის რომ მე ამას კი არ ვიძახე რომ ნაციონალურ ჩარჩოებში მოვაქციე ჩემი მუსიკა არა რა თქმა უნდა მსოფლიო მუსიკაა ეს და ჩარჩოები არ არსებობს მაგრამ ეს არის სიმდიდრე როდესაც შენ იცი რა კულტურის შვილი ხარ და საიდან მოდიხარ და ამას ვაკეთებ. არომატი რა თქმა უნდა. და დიდი მადლობა პოლონელებს ამისთვის, იმიტომ რომ ეს იყო პატარა ბიჭისთვის კარგი გაკვეთილი იყო რა. იმიტომ რომ აი შენ საუბრობდი ახლა პოლონეთზე და მე გამახსენდა მე გაზრდილი ვარ ერთგვარად პოლონურ მუსიკაზე, იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა უსმენდი თავისთავად Grand Funk, Black Sabbath, მე ასევე უსმენდი იყო ჯგუფი ესეთი Nototso ძალიან ცნობილი, ძალიან ისეთი კარგი ბენდი იყო, მახსოვს კიდევაც Желаный мостечек თუ რაღაც ესეთი Желаный мостечек უგინაში რანკანანი მოროშნიაკ რაღაც აი სკალდები იყო ჩესლავ ნემენი ლეგენდარული ჩერვონაი გიტარი და ასე შემდეგ მთელი ეპოქა და რაც საინტერესო იყო პოლონური ჯგუფები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თუნდაც იმ არომატით იმ ელემენტებით რაც საერთოდ ძალიან დიდ პოლონურ კულტურას აქვს. ეს იქნება კინემატოგრაფი თუ განსაკუთრებით მუსიკა და აი რაიმეს ხوار ჩვენ ყოველთვის ვისმენთ შენ როგორ უკრავ, მაგრამ აი როგორ მღერი მაგდა ჩვენ არასოდეს არაფერი არ მოგვისმენია. იქნებ თუ არის საშუალება და თუ საერთოდ მღერი იქნებ რაღაცა შეგესრულებინა. ნუ რაღაც ისე აი ზუმბას გაგიწევს პარტნიორობას. შენ გულისხმობ პოლონურ ფოლკლორს, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ანუ მე შემიძლია გითხრა, რომ აი შენ აქედან რასაც თქვი, ხო? მე ის აი გაგება ჩემი კულტურის ყოველთვის მქონდა, იმიტომ რომ ზუსტად ასე იქცეოდნენ, აი თუნდაც შოპენი ხო ფაქტურად მთელი თავისი მუსიკა აგებული აქვს პოლონურ ფოლკლორზე. მაზურეკ პოლონез და ასე შემდეგ. ეს პოლონური მელოდიები, ცეკვები და ასე შემდეგ. დღემდე ხალხი ესე აგრძელებს ამ საქმეს და შეწარმოდგინა, შენ რო უსმენდი ამას. ხო. და მაგალითად ნიემენ. ხო. რომელიც სხვათა შორის აღარ არის ცოცხალი ორი კვირის წინ დაგვახვდა ეს კაცი. სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა, მართლა ძალიან დიდი პიროვნება. ძალიან დიდი პიროვნება. მაგრამ მან შემოიტანა თავის ჯგუფთან ერთად ის მიდგომა ზუსტად ის მიდგომა როკში თავისი ფოლკლორული ელემენტების გამოყენების და დღემდეც ეს არის ცოცხალი. კი. ხო და აი ეს არის ზუსტად ზარაზე საუბრობთ, ეს არის თავისი კულტურის ორგანული კავშირია.
გაუქართული მაგა ერთი ბანი კიდე ერთი ბანი და რა გვინდა კიდე სუფრა ო აი მწვანილი კაილობიო და ხო გახსოვს სახელწოდება მე და შე კი არა ეს ხო ბედობის დღე ძველი სახელწოდებაა თუ ძველი სახელწოდება ბედობა არა მე მგონი ბედობის დღე იყო და რა თქმა უნდა დაკვატეში გავშალეთ ის დავდგით ტაბლა ჩვენმა ასე ვთქვათ რეჟისორმა მაგდამ გაშალა ფურმანი და თავის მწვანილი ღვინო და ასე შემდეგ. მაგდამ გაიხსენა იმ სხვათა შორის ამ გადაცემას. და ზუსტად მაშინ ხონდა ჩვენ ჩართვა რა შევით მეთქი რას ნახო პოლონეთთან. ხო. გასწოს მაგდა. ხო, ძალიან დიდი მადლობა ჯიგვებადო. კაი დროს ათარებდით, მაგრამ მე რა დავემართე, თქვენ დროს ხოც არ მოგიდგენია. რა დაგემართე? აბა თქვენ ხო, როცა ჩვენ აქ სიტყვაზე სუფრებს შლიდით, ჩვენ იქ პოლონეთში. ხო. მაგდა რა მინდა იცი? უცბად მომინდა. აკი. დავიბრალებ მოვალ სანახავადა ჭირიმე შენი ჭირიმე აქიმობას დავიბრალებ მოვალ სანახავადა ჭირიმე შენი ჭირიმე აბრეშუმის კალათა და გოგო გნახეავადა შავთვალება გენასვალები ქუჩა დავდივარ რატომ არ გებრალები ჭირიმე შენი Kucha daudiva, rado margebralebi, ჭირიმე ჭირიმე. Śpiewam, ja se śpiewam i będę, Co mi po pieniądzach, gdy umierać będę. Co mi po pieniądzach, gdy umierać będę. Pijcie chłopcy wódkę, zakąszajcie chleba. Kochajcie dziewczyny, pójdziecie do nieba. Kochajcie dziewczyny, pójdziecie do nieba. Dziękuję bardzo. Matarebeli Warszawa Tbilisi მესამე ლიანდაგიდა. დიდი მადლობა მეგობრებო, მე მსურს წარმატება გისურვოთ. ჩვენ კიდე გვაქვს ფან ხულიგანი პირდაპირ ეთერში, რომლის შემდეგ კიდევ რაღაცას გამოვაცხოთ მე მგონი მეგობრებთან ერთად.
მუსიკალური გაცნობა იყო, ასე ვთქვათ. სადღაც იდგა და პაძემკაში უკრავდა. ჩვევა დროს უკრავს. ნუ მე ვცდილობ რომ არ შევაწუხოთ რა. დავშოთ ზაზაფური მოიტანე არ უთხრა იმ მომენტში, როდესაც ის მუსიკას აფიქრობს. სულ ეგეთი იყო, არ იცვლება. კონცერტი ფაქტობრივად ცალკე მოვლენა. კონცერტებზე რა საკეთებს ბღერისა? იმისი ხასიათიდან და დავშოთ არის რომელიმე ჯგუფის წევრის ხასიათიდან გამომდინარე სხვანაირად იქნება. სიგარეტს არ ვეძებდი. ამიტომ აი ესეთი პერეგულები გვაქვს განწყობის უცებ შეცვლა. მოულოდნელობაზე არის აგებული ფაქტობრივად აი თვითონ კონცერტი, თვითონ კომპოზიცია. არ მესმის ჩვენი ხმა, წავიდა, ერთა! ვაშლის გამოყიდველო მიხარი რატომ და მომყიდე დამპალი ვაშლი და რამ ერთი ისეთი რაღაც მინდა რომ ვაჩუქო რომ რაზეც არ იცის დაკვრა. ერთხელ ვკითხე, ნუ რაზე არ შეხები ხო, არფაზე მიპასუხა. იმასაც ისწავლე საუბრად. უყვარს ეს რასაც ყველა ქართველს უყვარს, ანუ кайფი. მისწორდება როცა ერთად ვზივართ და ვსვავთ. დალევით და ჩახშობით არა მაქვს საუბარი. სადღეგრძელოები ძალიან ორიგინალური, ზუმბური. ხანწი მომეცით. პირველი რაც მომიყვა იყო ის, მაშინ დენები არ იყო და ქარზე მახო გაკეთებული პატარა ერთი ნაცურავა და აი იყო მეთი ეს ყოფილა ვით ყოფილა მეთი. ალაგებს ურახაცას. 10 კაცია რა, ერთის მაგივრად 10-ია. ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი რაც ისეთ ძალიან უცნაურ ნივთებს მან აგროვებს ხოლმე. აი ეს ყველაზე მაგარი რამეა. კეთილსინდისიერში რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ. და მერეა ყველაზე მაგარი. ვინც არ მუშაობს ის არ ჭამ. როცა მუშაობ, ჭამ კიდევაც და თუ არ ჭამ, მაშინ შეიძლება მუშაობდე. საკმაოდ ირონიულად უყურებდა ამას და იუმორით რა პერიოდში ჩვენ ცხოვრობდით. აი ამას უსმენ ხოლმე ხშირად. ხო. I love you. მარტო ხშირად რა უნდა ვთქვა, რა უნდა ვთქვა? არა, ჯობია შენ დაუკრა, ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ. აი გარია, თავი. თავი შენ დაუკრა, ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ, კაცო, ამიშნულობა. ისე თუ გენოტრება ეს სიტყვაზე კიდევ მოგზაურობა. ეგრე ხო ყველა იცხოვრებს, მამუკა. ხო რა? არა. არა, იმერული ხაჭაპური უცხოვრი დასაწყისი. არა, ხენკალუდი ქაბაბია მთავარი რა, სამი რამე დედამიწაზე რა. იყოს ყოველთვის რა. ხენკალუდი, მაგრამ ეს იცვლება ხოლმე. ხაში ხაშლამა, ხო. ეს ღოგნაშო დაუშვათ რა. ხაში ყაურმა ჩალაღაჯი. ანუ ეს კომბინაციებია, მაგრამ კომბინაცია. ყველაზე მაგარი იყო ლუდი ღვეზელი დიზელი. ტრასა. აი ხო, ეს არის დღევანდელი თარგმანი ენამამული სარწმუნოები. ხო. არავინ არ მიცინოს, მაგრამ ლუდი ღვეზელი დიზელი. აი ეს არის დღეს ესე ითარგმნება ენამამული სარწმუნოები. ნამაბატიეთ რა. ვულკანიზაცია პაგრიშკების მეგობარი. აი მაგალითად არის ეგეთი. რა თქმა უნდა. არა, ახლა გამოვალ თავი. არა, მე წავეცინათ მეგობრებთან მივდიოდი და ესე მარტო ესე ეწერა. ნუ ერთი ორი აბრაიკი და ერთ იმერული ხაჭაპური და მეორეზე ევროპული დასაცმელი. აი, ცივიდის რა გინდა, ცივიდის. რა თქმა უნდა, არა, კარგია რომ გვეცინება და თავისთავად. და ნუ ახლა რამდენად სერიოზული კაცი ხარ, ამას ახლა ეგ პრინციპში უფრო მუსიკაში ვლინდება და მადლობა ხმეს თუ საერთოდ ვლინდება. აი, გადაცემა ფაქტობრივად ჩვენ გადავაცილეთ რამდენი ზუსტად 15 წუთი და ფორმატი დავარღვიეთ. დავარღვიეთ ყველანაირი ფორმატი და ბარემ კიდევ ერთი კარგი რაღაც ის. ბიჭო, მე მგონი რომ ეძინება ხალხს ესეთი განწყობა მაქვს, არა? მაშინ ესე სულთან ხუთავი დაუკარია რაღაც ის. არ დავაძინოთ თუ რა? არ დავაძინოთ. დილას ხვალე შაბათია, ხო? მაშინ დაუკრათ. მაშინ დაუკრათ. რა გვენაღლება რა.
უგუდი კაბაბი. ესენი ორ შაბათსაც არ მუშაობენ. ესენი გიზო. ეს შაბათია ხო. ოღონდ შენს დაუყარი რამე. კარგი. აი ეს იყოს გამოსამშვიდობებელი დღევანდელი მარში. კარგი. რა იქნება მე არ ვიცი, მაგრამ კარგი, ნახოთ. ნახოთ რა გამოვა. აბა რამე რიტმი დამიკარეთ და მე ვიცი რა ზდა. აბა მიდი მაგ. კარგია. მადლობ ჯიგვებას, დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას, მომავალ შეხვედრაზე. რაღაცა გამოვიწყდა. ბატონო, გამოვიწყდა ერთი რაღაცა. ხო, მოვასწრებ. რა თქვა? ეთერი უნდა გამოვიწყდეს. ქალბატონო ეთერ არ გეწყინოთ. და რეცი. ეზოში რომ ჩვენ ამბავს ვაკეთებდით ჩვენთან, ხო გახსოვს? მაესტრო იყო ერთ-ერთი არხი, რომელიც ბოლომდე გვერდში გვედგა. და დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ ეზოს რემონტი მთავრდება. ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია, ალბათ 1 მაისს. ასე რომ მაესტროს გარეშე ხო, ეზოს რემონტი, ევრო რემონტი. ეს ერთი და იგივეა. ერთი და იგივე. ოღონდ ისეთი გრანდიოზული ფორმა აღარ მივცეთ მინდა. მაყალი დავანთოთ. აჰა. წვადი შევწვათ. როგორც კლასიკური წესი მოითხოვს, 1-2 აპარატის მივიტანოთ და პატარა ბენდიც დავსვათ და დავუკრათ. და ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება, აი პირდაპირ ეთერში გთხოვთ, რომ აი რემონტის დაწყებიდან დღემდე იქნება ყველა მასალა მოვკრიფოთ და პატარა ფილმად დავამონტაჟოთ რა. ძალიან გამეხარდება და 1 მაისს გელოდებით, აი გაშლილი ხელით ჯანაშიას 4-ში. ჩემი მეზობლები გეპატეჟებიან მეც მათთან ერთად. აი ხმამაღლავთ თქვი უკვე. ყველანი მოვდივართ შენთან. აცი უკვე იმაზე იყოს. მე ხელები დამიბანია. ძალიან დიდი მადლობა 1 მაისს მოვალთ აუცილებლად ეზოში. დიდი მადლობა მაგდა. დიდი მადლობა ზაზა, გისურვებთ წარმატებას და ადიოს, შევხვდებით მალე. კარგად იყავით. კარგად იყავით.